რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველოს გაეროს ტრიბუნიდანაც გააფრთხილა. ქართული ოცნების ხელისუფლება კი შეაქო. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს რუსეთისა და საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლებმა. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ვრცლად ისაუბრა აგვისტოს ომზე და ომის დაწყებასთან დაკავშირებით კრემლის ვერსიები კიდევ ერთხელ გააჟღერა. ასევე გააკეთა გაფრთხილება, რომ თბილისთან ევროკავშირისა და ნატოს სიახლოვე კარგს არაფერს მოიტანს და ხაზი გაუსვა, რომ ეს კარგად იცის საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ. გსურს გავაფრთხილოთ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ქართულ გზაზე დესტრუქციული დღისწესრიგის წინსვლის შესახებ. ევროკავშირის მცდელობები ჩაერიოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ვითარებაში, ისევე როგორც თბილისის ნატოში ჩათრევა კარგს არაფერს გამოიწვევს. ამის შესახებ საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის. რუსეთის წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზეც, რაც მოსკოვისთვის მიუღებელია. მაგალითად, საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება ოკუპაციაზე სასაუბროდ, რასაც ნებენზიამ რუსეთის დისკრედიტაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლირების მცდელობა უწოდა. რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება დაასახელა. ის, რაც სამხრეთ კავკასიის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგში აბსოლუტურ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, არის თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება, ასევე საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყება, რასაც მოყვება დემარკაცია. ეს აუცილებელია. ამ პრაქტიკული საკითხების მოგვარების გარეშე შეუძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. გაეროში დღეს სხდომის შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო განცხადებაც გაკეთდა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. განცხადებას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ. ისინი მკაცრად გმობენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, პროვოკაციებს, მკვლელობებსა და გატაცებებს და საერთაშორისო ვალდებულებების ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას, უკანონო სამხედრო ყოფნას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ეგრეთ წოდებული ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, რუსეთის მოქალაქის დანიშვნას საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ლიდერად, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაციას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მავთულხლართების აღმართვას. ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას, ერთგულები ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს უსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს გადაწყვეტილებას გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ მიჰყვნენ ამ მაგალითს. რუსეთს კი შეახსენებენ, რომ სწორედ ისაა პასუხისმგებელი ოკუპირებულ რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და წამებაზე. განცხადებაში ჩამოთვლილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას გვარები და ნათქვამია, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ.